1001 ღამე. მე არ გეუბნები პარიზში არ წახვიდე მეთქი დედა. უბრალოდ გეუბნები რომ რესტავრაციის დასრულებამდე შენი იქ ყოფნა საჭირო არ არის. არა, ამბობენ რომ ერთი წელი დასჭირდებაო შვილო, ამდენი ხანი სასტუმროში ხომ არ ვიცხოვრებ. რას ამბობთ, ქალბატონო ფერიდი, ჩვენთან გადმოდით, ერთად ვიცხოვროთ. ხო. ძალიან ყურადღებიანი ხარ შაჰრაზად, მაგრამ ასე არ გამოვა. რამდენიმე დღე სტუმრად მოსვლა სხვაა და ერთი წელი აქ დარჩენა სხვა. კარგი, მაშინ შენთვის აქ სახლი დავიქირავოთ. შვილო, აქედან იმიტომ კი არ მივდივარ რომ სახლი არ მაქვს. ხომ იცი პარიზი როგორ მიყვარს? თან ბეთულიც მომენატრა. შენ და დეიდა ერთად ვერ გაძლებ დედა. ნახოთ იქ მშვიდად ყოფნა შეძლებ თუ არა. ჩვენ დები ვართ. ვიჩხუბებთ, ვიგამათებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვრიგდებით. წადმინდა ხარ ბებია ფერიდე? საფრანგეთში მივდივარ კან, პარიზში. დეიდა ბეთული გახსოვს? მასთან მივდივარ. იქ ძალიან ლამაზ ადგილებს ვნახავ, მერე მოვალ და მოგიყვები. ასეა ფირდევს. ჩემი წასვლის დროს მოვიდა. კი, მაგრამ ასე მალე რატომ მიდიხარ? სეზამის ნივთებიც მოაგროვე, არ ვიცი როდის ჩამოვა. მერე შემოვივლი და წავიდა, კარგი? სად მიდიხარ? ერთი ადგილი ვიპოვე, თელაფირში. ზუსტად ჩვენი შესაფერისი ადგილია. სემი, როგორი ჯიუტი ხარ? ყველას ერთად გვეცხოვრა. მადლობელი ვარ, მეგობარო. მართლა არ გეგონოს, რომ ამ 2 წლის ქირა დამავიწყდა. შენევალი მექნება. საკმარისია ბოლოს და ბოლოს. უკვე ვრანობ რომ ჩამოვედი. წავედი, ახონდის. კარგად. დედა ფირდევს პარიზიდან მის ალაზვარად გამომიგზავნი? რა თქმა უნდა, საყვარელო. თუ წავალ გამოგიგზავნი. რას ნიშნავს თუ წახვალ? პარიზში ჩემი წასვლა სწორი საქციელია, ქალბატონო ფერიდე. ხერამ საკითხზე არ მოილაპარაკეთ? მოსალაპარაკებელი რა არის? ერთად უნდა წავიდეთ. მე იქაურობას არ ვიცნობ, ქალბატონო ფერიდე. არავის ვიცნობ, ენა არ ვიცი. იქ მარტო ყოფნა მომიწევს. ფირდევს, მე იქ არ ვიქნები. თან ბეთულიც იქაა. ასეა ქალბატონო ფერიდე, მაგრამ ნუ ვიკამათებთ. შენი პასპორტი უკვე მზად არის. როგორც გინდათ ქალბატონო ფერიდე? კაისერიში როგორც კი ჩახვალ დამერეგე. დაგირეკავ. შენზე ძალიან ვინერვიულებ, მაგრამ ამას ნუ ამბობ, თორემ მეწყინება დაიდანერიმა. აჰუს მე მივხედავ, შეგიძლია მშვიდად იყო. მის გამოგული ძალიან მტკივა შვილო, ჩემი შვილისთვის ყველაფერი კარგი მინდა. აჰუს კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ნუ ღელავ. ადვოკატს დაელაპარაკე. უთხარი ევლია ოღლოები არ დაინდოს, ყველაზე მძიმე სარჩელი შეიტანოს. კარგი დედა, ტაქსი გელოდება. წამოდი. შვილო, შენ შეგაწუხე. გმადლობ. არაფერს, კეთილი მგზავრობა. კეთილი მგზავრობა. საყვარელო. ნახვამდის. დიდი მადლობა ძმაო თამარ, არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადო. ეს რა სალაპარაკოა? ჩვენ შორის ასეთი რამეების სალაპარაკო არ უნდა გახდეს. წამოდი, ყავა დავლიოთ. თან ადვოკატსაც დავურეკოთ. მე ყავას გავამზადებ. გუშინ ბატონ სერდართან ერთად ბოლო დეტალები გავიარეთ. რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი, მაგრამ არ მგონია პრობლემა შეგვექმნას. 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ჩვენია. ეს ძალიან კარგი ამბავია, ბიჭებო. რამდენი ხანია ვამბობდი, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დავიწყოთ მეთქი. პროექტს ვინ უნდა უხელმძღვანელოს? ქალბატონმა ედამ. ქალბატონ ედას რომ არ ვენდობოდით, ასეთ დიდ საქმეს როგორ წამოვიწყებდით? ასე არა, ძმაო ელჩი. დიდი მადლობა.
ახალგაზრდების მონდომებით გაოცებული ვარ. შაჰრაზადი, ბენუ, ედა ერთმანეთზე ნიჭიერები არიან. ცუდი არ ჩვენ ხარ, ამბობ არ შემიძლიაო, მაგრამ საქმეებს მაინც მშვენივრად აგვარებ. ფერან, მომავალ კვირაში უფრო დეტალურ თათბირს ჩავატარებ. ალბათონი ნურჰაიათი ყველანაირ ინფორმაციას მოგასვით. ევანდელი საღამო ხომ არ დაგავიწყდათ? როგორ შეიძლება ამის დავიწყება? თქვენი ყავა. კარგი. მე ოთახში გავალ და იქ დავლა. ინებეთ. გემრიელად მეირთვით. მადლობთ. მეცაო, ჩემს კაბინეტში ვიქნები, საქმეები მაქვს. გმადლობთ, კალბატონო ნურჰაიათ. კალბატონი ფირდევსი მოვიდა. გწელიათ რომ შემოვიყვანა. რა თქმა უნდა შემოვიდეს. მობრძანდით. გმადლობთ. გამარჯობა ბატონო ნურ. მოდი. იმედია არ შეგაწუხეთ. რას ამბობ, მოდი დაჯიხი. აბა პარიზისთვის მზად ხარ? შემოდანი გაამზადე? მე სწორედ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მოვედი ბატონო ნურ. რა მოხდა, რამე პრობლემაა? მე ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ კალბატონ ფერიდესთან ერთად პარიზში წასვლა არ მინდა. რატომ? ბევრი ვიფიქრე ბატონო ნურ, მაგრამ დამიჯერეთ. ამას ვერ შევძლებ. თქვენ ხომ იცით რაც ხდება? ვიცი რომ შენ და დედა ჩემი ერთმანეთს ვერ აგუებით. არა, თუმცა ასეც არის, მაგრამ თონია დედა ჩემს არ ვიცნობ ფირდევს. მან იცის შენი გადაწყვეტილების შესახებ. ჯერჯერობით არა. თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, მინდა რომ სარეკომენდაციო წერილი მომცეთ. რა სარეკომენდაციო წერილი? დამიჯერეთ, ბევრი ვიფიქრე ბატონო ნურ. აჯობებს ახალი სამსახური ვიშოვო და სხვაგან დავიწყო მუშაობა. ჩათვალე რომ არ გამიგონია, თუ პარიზში წასვლა არ გინდა გაგიგებ, მაგრამ სხვა სამსახურში წასვლა თუ გინდა ამაზე არ დაგთანხმები. კი, მაგრამ კარგი, შენი საქმე გვემზადაა. იმ დიდ სახლს მოვლა ხომ უნდა? დედა ჩემი რომ წავა სამუშაოდ ჩვენთან გადმოხვა. კი, მაგრამ ბატონო ნურ, მე კარგი. შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა. გმადლობთ. შეძდალია. კარგი. კან, შვილო, ფრთხილად იყავი. კალბატონი შაჰრაზად მაგიდებისგან ლაგება კარგია? ცოტა უკან დავწიოთ, ასე ძალიან გადატვირთულია. აქ კვირაულისთვის მაგიდა დავდგათ. კან, რატომ არ მისმენ აქ, მოდი შვილო. გაუფლიანდებით. ფრთხილად იყავით. ნუ დერბი ხართ. მორჩით. როგორ ხართ მოიალჩინ? კარგად გამოიყურებით. შაბათკვირას ფეხით დავდივა შაჰრაზად. ამიტომ ვარ კარგად თან ნაბიჯების მოთხოვლელი ვიყიდე. მართლა? იქვის რამდენ ნაბიჯს ვდგავ იმ დღეს 9000 ნაბიჯი გადავდრი. ძალიან კარგია. კი, მაგრამ ოფისში 90 ნაბიჯზე მეც არ დგამს კალბატონო შაჰრაზად. რა ხდება მოიალჩინ? რა მოხდება ონორ? ამათ საქმე არაფერი აქვს. მე და მცინია, ნახაურობა ლამაზია, ძალიან მომეწონა. გმადლობთ. მოწყენილი ნუ ხარ. მოწყენილი არ ვარ. დედა შენი მოდის. დედა ჩემი არა. ალბათონის სევალი. ალბათ მასთან არც მიხვალ. რატომ არ უნდა მივიდე? სევალ. გამარჯობა. სევალ. ბურაკი სად არის? რამდენი ხანი არ მინახავს? მომენატრა. დასასვენებლად წავიდა ფერიდე. კარგად მოგწეულა. ახალგაზრდა ბიჭია. წავიდეს გაერთოს. მეიქთან ერთად წავიდა. ბურაკი ხომ მელექს ხვდება ბენო? ამ წვეულებას არც ის ესწრება. არა, მელექი აქ არის. ბურაკი დასასვენებლად ყოფილა. შეყვარებული მარტო გაუშვა? კალბატონო აქსალ? შეგიძლიათ კომპანიონობა გამიწიოთ? რა თქმა უნდა. კერემ მაგიამბო. გთხოვთ არ ენერვიულოთ.
მინებეთ ქალბატონო. ყველიანი კეჩუპი და ნიგზენი სალათი მთავარი საიდუმლო სოუსია, საკუთარი ხელით გავაკეთე. გმადლობ მერთ, მაგრამ არაფერი ჭამა არ მინდა. სუბუქი რომ ყოფილიყო სალათი გაგიკეთე. თუ არ შეჭარ მეწყინება. დიდი მადლობა, გემრიელად გამოიყურება, მაგრამ არაფერი მინდა. მართლა გეუბნები. მელეკ, იცოდე გავბრაზდები. როგორ ხარ მელეკ? გამარჯობა, როგორ ჩანს დასასვენებლად იყავი გარჯილ ხარ? ახლა ხან დაბრუნდი, შენ არსად არ მიდიხარ? არა, აქ უნდა ვიყო. ჩვენ სადაც ვიყავით იმ სასტუმროში, შენი ბიჭი ვნახეთ. ჩემი ბიჭი? ბურაკინჯი ოღლო. როდის დაშორდით? ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. Ayrıldık işte bitti gitti. დავშორდით, ყველაფერი დამთავრდა. მივხვდი რომ დაშორდით. იმ გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული დადიოდა. ამ ყველაფერს რატომ გვიყვები? მე რა მოხდა, ისედაც ყველაფერი დამთავრებულა, როგორ ჩანს, ბურაკი უკვე დიდი ხანია სხვასთან ერთადაა. სულ ერთმანეთს ეხვეოდნენ, ჩვენც კი დავიღალეთ მათი ყურებით. შენ ვინ გეკითხება? რატომ ყვები საკუთარ საქმეს მიხედე? მელეკ, შენ თქვი დავშორდითო და რას დავინახი, იმას გიყვები. ნუ მიყვები, არ მაინტერესებს. წადი აქედან, რა უზრდელი ხარ. თავს მოიტყვებ, არაფერი არ დასრულებულა. მელეკ, მისი სახელის გაგონებაზე ხელფეხი აგიკანკავდა. ფიგენ გაჯობდი. რა ხდება, ხომ არ გაგიშტი? მომისმინე. კარგი მელეკ. წადი ფიგენ მორჩი. სულ გაგიჟებულა ეს. რატომ გამაჩერე? ცხვირპირი უნდა გამელამაზებინა, ნამდვილი მანიაკია. დამშვიდი. წამოდი ჰაერზე გავიდეთ. მშვიდობისა მამა. მიდი, წადით. ედა მოვიდა. ხო. ედა გამარჯობა. 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 თქვენი ახალი სახლი რა ლამაზი ყოფილა. დიდი მადლობა. მადლობთ. მართლა მოგეწონა? ხო, ამ სახლში ბედნიერად ცხოვრებას გისურვებთ, როგორც ჩანს, ძველი სახლია. ძალიან ძველი არ არის, კაპლანების სასახლეს ეძახიან. 40 წლის წინ მათმა ოჯახმა აშენა, თურმე მთელი ოჯახი აქ ცხოვრობდა. მე რა მოხდა, დაიღუპნენ? არა, რატომ უნდა დაღუპულიყვნენ? ბავშვები გაიზარდნენ და ყველამ თავისი ოჯახი შექმნა. ცოლ-ქმარი მარტო რომ დარჩა, გაყიდვა გადაწყვიტეს. ბატონმა ონურმა კი თქვენ გიყიდათ. მე არა, ჩვენს ოჯახს უყედა. როგორ ხართ? ჯანმრთელობის მხრივ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ? კარგად ვარ, ძალიან კარგად. გეგონათ ცუდად ვიყავი? არა, რას ამბობთ? თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ. ექიმებმა რა თქვეს? ბავშვი რატომ დაკარგეთ? ვერ გაიგეს. მითხრეს, ასეთი რამეები ხდებაო. ესე იგი მიზეზი ვერ გაიგეთ? ვერა. ბატონი მახირი მოვიდა, უნდა მივესალმო. კარგი. როგორ ხარ და კარგად ხარ? კარგად ვარ, მადლობთ. რამეს ხომ არ დალე? ჩვენს დავლევ. გამარჯობათ, მობრძანდით. გამარჯობა, მადლობთ. გამარჯობა ბატონო ონურ, გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა. უკეთ ხარ? რა მნიშვნელობა აქვს? არ გინდა. კარი გაძლიერდა. წავიდეთ. არა, ასე კარგად ვარ. სიგრილე მესე ამოვნა. არა, არ მინდა. დარწმუნებული ხარ? თუ შემცირდება, გამოგართმევ, ნუღელა. ჯერ კიდევ ვერ გამიცანი. გახსოვს ის დღე პირველად ჩვენ კლუბში რომ მოვედი? რამე იყო? ხო. ძალიან გვიანი იყო, არა? სადღაც 2 საათი იქნებოდა. იმ ღამეს ნასვამი ვიყავი. არ მახსოვს რატომ, მაგრამ იმ ღამესაც მგონი ვტიროდი. მახსოვს წვნიანი მომიმზადე, მითხარი, მე გავაკეთეო, მაგრამ ზარეულს გააკეთებინე. არა, მე თვითონ მომამზადე. ბოსტნეულის წვნიანი იყო. საიდან გახსოვს?
არც მე არ დამვიწყებია მახსოვს. ძალიან გემრიელი იყო. თუ გინდა კიდევ გაგიკეთებ. İsterim. მინდა, Keyfim yerine gelir. როცა ხასიათზე მოვალ გამიკეთე. Ama önce მაგრამ ჯერ ბურაქი უნდა დავიბრუნო და მერე. ayrılacak ვიცი რომ იმ გოგოს დაშორდება, ის გოგო ვინ არის? bir garson მე ვერ ჩემედრება. yaşamaz bile. უბრალო მიმტანია. მე გამიმარჯვებ. ბურაქს ისევ დავიბრუნებ, ხომ ასეა? წამოდი, წავიდეთ, გავცივდებით. Kaplanyalı. შესანიშნავი სახლია. Neokles. ნეოკლასიკური. 300 metre. 300 კვადრატული, 3 სართულია, უზარმაზარი სასახლეა. 2 müşteri. მოსამსახურეების სახლიც აქვს. Bir kayıkhane. ცალკე დგას. Boğazı ბოსფორზე ყველაზე ლამაზი ხედი ამ სახლიდან იშლება. მხოლოდ მიწა 4000 კვადრატია. ნავსადგურთანაც კი ახლოსაა. რესტავრაციის სფეროში ხომ არ აპირებ გადასვლას, რაზე ლაპარაკობ? კაპლანების სასახლეზე ვსაუბრობ. ონურაქსალმა თავის ერთადერთ ცოლს შაქრაზაც უზარმაზარი სასახლე უყიდა. რა? იმ კაცმა ცოლს სასახლე უყიდა? İnanamıyorum. ვერ ვეჯერებ. ya. Şehra ვერ ვეჯერებ რომ შახრაზადი ისევ ესეთი ბედნიერია. წვეულებაც კი მოაწყო. parti veriyor ya. ახალ სასახლეში მთელი სტამბოლის საზოგადოება მიიწვია და წვეულება გამართა. Sevinç. ისეთი გახარებული იყო, ისეთი მხიარული, ყველას უღიმოდა. თითქოს ბავშვი არ დაუკარგას. ვერ ვეჯერებ ასეთი იღბლიანი როგორ არის. მართლა იღბლიანი ყოფილა ქმარმა სასახლე უყიდა, მეტი რა უნდა უნდოდეს? გიფიცები ბედნიერებას აუცილებლად ჩავამწარებ. Kocasının მის ქმარს უკან ონა შვილი გაუჩნდა. şahane proje. ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი პროექტი დაკარგა. Rezil oldu. Bebeğin ქორწილი ჩაეშალა, ბავშვი დაკარგა. მაგრამ ის ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა. hoş. რომ დამინახა ედა მობრძანდიო მიმიპატიჟა. ედე თავს რატომ იტანჯავ? თავი დაანებე, რაც უნდა ისქნას. გაგიჟდი? ვერ დამინჯერებია. ცოლს სასახლე უყიდა, სასახლე. დაივიწყე, ხომ ხედავ იღბალი იმ ქალის მხარესაა. ჩემი აზრით თავი უნდა დაანებო. Her talih იღბალი ყოველთვის მის მხარეს არ იქნება. mutlaka dön. მეც გამემართლებს თუ ხჭებ. Sen dön. უნდა გამემართლოს. დილამ შედაბისა საყვარელო. დილამ შედაბისა. მოდი დაჯექე. გულჯანი არ არის? ბავშვების ოთახებს ალაგებს. მე კი ვიფიქრე ჩემს მეუღლეს ომლეტს გამომზადებ მეთქი. კარგია, გმადლობ. შეგერგოს. დედა შენი როდის მედის პარიზში? ვერ არ ვიცი, მაგრამ პირდევსი არ მიყვება. რატომ? უბრალოდ არ უნდა. მართალიცაა. იქ დედა ჩემისადან ადვილი არ იქნება. აბა რა უნდა ქნას? ჩვენთან დარჩება. დედა ჩემი როგორც კი წავა, გადმოვა. ეს ამბავი მე რატომ არ მითხარე? ახლა ხომ გეუბნები? მე რომ არ მეკითხა, როდის აპირებდი თქმას? ეს რას ნიშნავს საყვარელო? არ გინდა პირდევსთან ერთად ცხოვრება? პრობლემა პირდევში არ არის, ონორ. აბა რაშია? ხვდები რომ მე არაფერს არ მეკითხები. საავადმყოფოდან გამოვედი და თურმე სახლი გიყიდია. შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. მესმის? კეთილი განზრახვა ქონდა, ჩემი გახარება გინდოდა, მაგრამ მისურვებდი რომ სახლის დიზაინი მე შემერჩია. მინდოდა მე გადამეწყვეტა სამზარეულოში და თუნდაც ბაღში ვინ იმუშავებდა, პერსონალის შერჩევა მინდოდა. მერდა ჩემო პირიქით არ მინდოდა ამ საქმეებით გადაღლილიყავით, თუნდაც მოვიქეცი? ეს ჩვენი სახლია, ონორ. შენი, ჩემი, ჩვენი შვილების სახლია. ეს შენი კომპანია არ არის. გთხოვ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნუიღებ.
ალო? ალო? Ben seni შენ მე მიმტანი მეგონი ახლა მდივნობას დაიწყე? Pardon? რა? ბევრი შემთხვევა ყოფილა მდივნების გამო მამაკაცები ოჯახებს რომ ანგრევენ, მაგრამ შენაერებზე არასოდეს არაფერი მსმენია. Ne diyorsun? რას ამბობ? ეს ერთად მელაპარაკე. რა მოხდა ქალბატონო სეზენ? თავმოყარეობა შეგელახა? Sen hasta mısın? შენ ალბათ ხარ? Sapık falan. სამკურნალო ხარ, გესმის? Abisinin kardeşine... ძმის ნახევარ-ძმასთან შენ დაიწყე ურთიერთობა და სამკურნალო მე ვარ? ყოჩახ? Saçma. მსულელობ. Ayrıca... თან მე ბურაკთან არავითარი ნათესაური კავშირი არ მაქვს. არავისთვის არავინ წამირთმევია. Tabii tabii. ო, რა თქმა უნდა. Baksana. მომისმინე, შენაირებს რამე სპეციალურ სკოლაში წვრთნიან? რა? Asıl meşhur... შენს მთავარ პროფესიასთან ერთად მიმტანობა და მდივნობაც გასწავლეს? იქნებ მასაჟისტობასაც გასწავლიდნენ. ასია შენაირებს ბევრი განსხვავებული პროფესია უნდა ჰქონდეთ შეთავსებული. შენი მთავარი... Alo? ალო? Allah'ın cezası. ღმერთმა დაგწყევლას. ხურდავები და მალევე იხარჯება. Günaydın Selim. Ilgamშვიდობისა ძმაო სემი. გამარჯობა. Bir çay söyle. ჩაის ხომ არ დალევ? Ya da söyle bak. დავლევ. და კიდევ ორი გუა ჩამოატანა ჩემთვის. Tamam abi. კარგი ძმაო. Yakup. იაკობ, Koş. მიდი ორი ჩაი და ორი პოა ჩამოგვიტანე, კარგი? Tamam abi. კარგი ძმაო. აი ხუთი დაბრუნებულა ამერიკიდან. კაც კარგი ცხოვრების შანსი მისცეს და მაინც სამშობლოში დაბრუნდა. როცა მიდიოდა უთხარი ვერ გაზბეთ მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. O da şans. უბრალოდ სადაც ძმაო. Herkes ამერიკაში ბევრი მიდის. საქმეს რომ ვერ აწყობენ, მერე უგამბრუნდებიან ხოლმე. აი თუ დროს დაბრუნდა. iyi ot gibi. ეს უსახკაროდ დარჩი. Oturma. არ გითხრა, გიცხოვრეო. Dedi de. კი, როგორ არ მითხრა. მაგრამ სირცხვილია შვილო. ისედაც ორი წელი მის სახლში ცხოვრობდი. კარგად ცხოვრობდი. არაფერი მიჭირდა. Ne yapacağız? ახლა რა უნდა ქნა? გულაკ უნდა დარჩე? შენ სასტუმროს რა ფული იყოფა შვილო? რამე სახლს მოუძებნი. ჩემი შვილი ანტალიაშია, მის შემოსვლამდე რამე სახლი უნდა ვიყო. Kaça kadar? რამდენის გადახდა შეგიძლია ძმაო? 500-ის ან 600-ის. 500, 600. Ha, 600. ო, 600 ევრო დიშოვი. 600 დოლარში ისიშოვი, მაგრამ რა ევრო ზმაო? ლირას გულისხმობ. Oo. ოჰო, ერთული ამბავია ძმაო. მაგ თანხაში ქომშაც ვერ იშოვი. თულადაა შენი საქმე. Buyurun. ისმენთ? ბატონ სემის სვეზებ. Semih yok. სემი არ არის, აქ აღარ ცხოვრობს. Burada kal. აქ არ ცხოვრობს. Nerede? აბა სად არის? Bilmiyorum. არ ვიცი, გუშინ თავისი ნივთები ჩაალაგა და წავიდა. Nasıl? როგორ? სად წავიდა? რომ Bilmiyorum. გითხარით არ ვიცი მეთქი. Siz kim? თქვენ ვინ ხართ? მე მისი მეგობარი ვარ. Evi sizin. სახლი თქვენ დაგიტოვათ? Ev benim. არა, სახლი ჩემი იყო, 2 წელი უცხოეთში ვიყავი. Döndüm artık. ახლა დაბრუნდი. Kiracı. ესე იგი თქვენი მდგმური იყო. არა, ჩემი მეგობარია. თქვენ ვინ ხართ? სემი, საიდან იცნობთ? Neyse. კარგი. Teşekkür. მადლობთ. Rıza oğlum. რიზა შვილო, Ne olacak? ამ ქვეყანას რა ეშველება? Bu soru bayağı ერთული შეკითხვა. oldu mu? მე მგონი არაფერი ეშველება. İyi de. ამდივად ასია.
როგორ მომშივდა? ასე მგონია ვეღარ დავნაყრდები. შენ რა გჭირს? ჩაფიქრებული ხარ? არაფერია. როგორ არა? 1 საათია ლამაზ გოგონებს ვათვალიერებ. შენ კი ყურადღებასაც არ მაქცევ. რა, შენს ქმარზე აღარ ეჭვიანობ? გაითვალისწინე ირგვლივ უამრავი ლამაზი გოგოა. თუ ძველი შეყვარებულების გახსენება მოგინდება ხელს არ შეგიშლი. უცა რა სამბობ? ძველ შეყვარებულზე გეუბნები. მოსვენებას არ გაძლევენ. ვის გულისხმობ? სეზენ რა მოხდა? მელექმა დარეკა? მითხარი სეზენ რა მოხდა? ხო, პარული ნომრი დარეკა. საიდან უნდა მცოდნოდა რომ ის იყო? ტელეფონმა დარეკა და მეც ვუპასუხე. რა გითხრა? სიმართლე მითხრა. ვინ ვარ შენზე რომ დავქორწინდი? მე უბრალო მიმტანი ვარ ბურაკ. ბურაკ თხოვ? სეზენ? გამიშო. იმიტომ არ მithქვამს რომ მეჩხუბო. შენი ტელეფონია? მოდიში ჩემი ტელეფონი რეკავს. დავაჩეროთ? არა, გააგრძელეთ. ალო? შენ თავი ვინ გონია? რას გულისხმობ? სეზენი შეწუხება როგორ გაბედე? ვინ ხარ? შენ ვინ ხარ ჩემ საყვარელ ქალს რომ აწუხებ? იქნებ ცოტა დამშვიდდე? მომისმინე? შენ ნორმალური ლაპარაკი არ გესმის. როგორ უნდა გაგაგებინო რომ არ მიყვარხარ? გაზეთში გამოვაქვეყნო თუ ქუჩაში აფიშები გალაკრა? ბურაკ თხოვ არ გინდა? ბურაკ საკმარისია. მომეცი მე დამალაპარაკე. მისმინე? არც მე და არც სეზენს აღარ დაგვირეკო, გასაგებია? სეზენს ერთი სიტყვაც აღარ უთხრა, გაიგე? მე შენ დაგირეკე, მისთვის კი არ დამირეკავს. ნუ მირეკავ. მე და სეზენს აღარ დაგვირეკო, გასაგებია? თავი დაგვანებე ბოლოს და ბოლოს. ნორმალური ლაპარაკი არ გესმის, რამდენჯერ უნდა გითხრა ასეთი უთავმოყვარეო როგორ ხარ? ღმერთო ჩემო, ასე როგორ შეიძლება? რა გითხრა? ისევ გამლანძღა? უთავმოყვარეო ხარო? ასეთი რა ჩევიდინე, ეს ყველაფერი რით დავიმსახურე? ხედავ შენი ძმა როგორ იქცევა? ამას მე მეუბნები? საკმარისია ბენო. ბურაკის გამო მე ნუ მთხოვ პასუხს. აბა ვის უნდა მოვთხოვო? ამაზე რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ? მართალი ხარ. ასჯერ რომ ვილაპარაკოთ, მაინც არაფერი შეიცვლება. ესე იგი მე ვარ გაუგებარი. რაღაცის შეცვლა შემიძლია, მაგრამ არაფერს ვაკეთებ. ამის თქმა გინდა? მოგწონს, მელექი როგორ მდგომარეობაშია? არ მესმის რა გინდა რომ გავაკეთო? მართალია შენ არაფერი არ გესმის. საკმარისია ბოლოს და ბოლოს. ამ სახლში ერთი მშვიდი საღამო ვერ უნდა გავატარო? ბავშვებო, ხომ გითხარით აქ ბურთით არის თამაშოთ მეთქი? დედა, ძალიან გთხოვ. ყურადღებით თამაშობთ. შვილო, რატომ არ გესმით ჩემი? დედა. კან, შვილო, ნილუფერ საყვარელო, ზემოთ ითამაშეთ. მინდა კიდევ ერთხელ. კარგი. საკმარისია ბოლოს და ბოლოს. რატომ არ გესმით ჩემი? შემთხვევით მოგვივიდა. სახლში რომ ბურთი თამაშებ, ცხადია ასე მოხდება. უკაცრავად მოპატიეთ, გაპატიებ და ეს გამთელდება. შეჰრაზად. რამდენჯერ გითხარით, შენ უფროსი ხარ მეთქი. არ გესმის? შემთხვევით მომივიდა. ლილიპოტო მოიცადე, ნილუფერ. საყვარელო, ნილუფერი ერთი ვაზის გამოატირე. როგორ შეიძლება? ვაზის? ვაზა არაფერ შუაშია, ონორ. აბა რატომ გაბრაზდა? გატყდა მე რა მოხდა? ახალს ვიყიდი. იგივე კანსაც მოსვლია. კანსაც ვეჭხობები. შენ ფიქრობ ნილუფერი ჩემთვის ისეთივე შვილი არ არის, როგორც კანია? მე ასეთი რამე არ მithქვამს. მაგრამ იმანიშნე.
ისე შენ არ მიგაჩნია ქანი ისეთივე შვილად როგორიც ნილუფერია. შაჰრაზად მოსულელო. შესულელო ფონურ. ეს ბავშვები ამ სახლში თუ დაძმასავით უნდა გაიზარდონ, მაშინ ვალდებული ვარ. ნილუფერსაც ისე მოვექცე როგორც ქანს. შენს თუ ასე გააკეთებ, კარგი იქნება. შენთან გამაც აღარ ვაპირებ. როცა დამშვიდები, მაშინ ვილაპარაკოთ. რა? პირიქით შენ რომ დამშვიდები, მაშინ დავილაპარაკოთ. შეიძლება დავჭდე? რას კითხულობ? მინდოდა მეკითხა ჩემზე გაბრაზებული ხარ მეთქი? გამებოდე? ხო. მაპატიე ნილუფერ. მართლა არ მინდოდა შენი წყენინება. დაუფიქრებლად ვიყვირე. მაპატიე. მაპატიებ. მითხარე. მაპატიებ თუ არა? ხო. ჩემო სიცოცხლე. სხვა დროსაც თუ დაგიყვირებ დაუფიქრებლად ისევ მაპატიებ? ხო. ჩემო საყვარელო. საყვარელო. მე რატომ არ მეძახით? მოდი ეგოისტო, მოდი. აბა? ახლა ვინ მოყვება ზღაპარს? შენ. კარგი, ისევ მე უნდა მოვყვე. ჭიანჭველაზე მოგიყვებით, კარგი? ქალბატონი შაჰრაზადი ოდუთში ყველასთვის საყვარელი და წარმატებული სტუდენტი იყო. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან იცნობთ, მაგრამ შაჰრაზადს არ უთქვამს, რომ ამდენი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ. ხო. რატომ? იმიტომ რომ სტამბოლში უნდა მეცხოვრე. გარკვეული მიზეზების გამო ანკარაში ვერ დარჩებოდი. კარგია. კარგია ეს ყველაფერი რომ დამალეთე და ჩვენ საქმეს გამოადგება. ნამდვილად. მიირთვით? რატომ შეწუხდით? მალე უნდა წავიდე. რატომ ჩქარობთ ახლა მოხვედით? უკვე გვიანია. ბენუს მარტო ვერ დავტოვებ. მართალია. ქალბატონი ბენუს ახლა მარტო დატოვება თქვენი მხრიდან არასწორი საქციელი იქნება. ამას ჩავდებ, რამე მომეცეთ. ნუ შეწუხდებით. ხვალ ჰოლდინგში მოვიდან. არა, ამ საღამოს უნდა ვიმუშაო. როგორც გნებათ. არ ჩაგეძინა? ბავშვებს გააღვეძებ. არ ჩამეძინა. ნილუფერმა მთხოვა ჩემთან ერთად დაიძინეო და მეც მეუწაკე. დათვეყავი არ გითხავ? რატომ უნდა გითხო? ონური ვარ? სასეირნოდ გავედი. ბოსფორის სანაპიროზე გავიარე. სწორედ მოგცეულ ხარ. ცოტათი დამშვიდდი? ო. დავშვიდდი. ესე იგი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. სამე გვაქვს ალაპარაკო. არა. ფიქრობ, ბოდიში უნდა მომიხადო. ოდის მოგიხდი ოღონდ. ჯერ ჩვენს ოთახში წავიდეთ. ბატონო ქენან ვერ მოახერხეთ რომ ეს ქვის თვისებები მშენებლებისთვის გაგეცნოთ. ინტერნეტ გვერდიც კი მომამზადეთ, მაგრამ ეს ქვაშესანიშნავად ერევა ხესაც და ფოლადსაც. მაგრამ მშენებლებს ურჩევნიათ 10 მაგი გადაიხადონ. გასაგანია. ამერიდან თქვენი იმედი გვაქვს, ქალბატონო და ჩვენ საქონელს თქვენ გაუწევთ რეკომენდაციას. წადოთ. მალე მოვა. კარგი. ვნახოთ მომხმარებელს თუ დავარწმუნებ. აუცილებლად დაარწმუნებ. ედა. ბატონო ოსჯან. ხო, მე ვარ. როგორ შეცვლილ ხარ?
თუმცა ისეთივე ლამაზი ხარ, როგორიც იყავი. უფრო ლამაზიც კი. მე დაგტოვებ. კარგი. გმადლობ. თმის ფერი გავიღიავე, ამიტომ გიჩვენებით შეცვლილი. ხო, უფრო მოკიფერი თმა ქონდა. რა საქმიანობ? მუშაობ. ხომ არ გათხოვილ ხარ? არა. აღმოსად მუშაობ, საკუთარი ფირმა ხომ არ დააარსე? არა. ბინიაფი ჰოლდინგში ვმუშაობ. ოჰო, ბინიაფი ძალიან დიდი ჰოლდინგია. ის ხომ შაჰრაზად ევლიაოღლუს ქმრის ფირმა, რა ქვია? დამავიწყდა. ხო. ონური. ონურაქსალი. ხო, ონურაქსალი. შაჰრაზადი როგორაა, ალბათ ძალიან ბედნიერია. თავისუფალი დრო გააქვთ? მაქვს, როგორ არა? უკვე შუადღეა. ერთად ხომ არ ვისადილოთ? თან დავილაპარაკოთ, რა სიტყვით? სიამოვნებით, დავიდეთ. ადვოკატს ელაპარაკე? რას ამბობს? თითქმის მოგვარებულია მამა. სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება. იმ ხელად თანხას მოხდით, ასე უნდა მოიქცეს. აჰუ ქაისერიში არ დაბრუნებულა. იცოდი? არ დაბრუნებულა? დედამისი დაბრუნდა, მაგრამ აჰუ სტამბოლში დარჩენილა. შერაიც. იბრაჰიმა დარეკა ქაისერიდან. დედამისი მათთან მისულა. ალი ქემალი ჩემ შულს ეყრებაო არ უთქვამს? შენ არა, როგორ ჩანს, იმედი აქვს, რომ გადაიფიქრებ. ძალიან ცდება. ტყუილად აქვს იმედი. თქვენია. აბა რა იქნება? რა უსირცხვილოები ყოფილა. გაჩუმდი. შენ რა გალაპარაკე? ყველაფერი შენი ბრალია. მადლობ თახუ, ძალიან გემრიელია. გემრიელად მეერჩე. ვეღარ მოიცალე. მოდი დაჯექი. რაღაც უნდა გითხრათ. ისმენ? დიდ ერთად დაგაწექით ძმაო თამერ. რა სისულელია, არ გწვენია? რამდენი დღეა აქ ვრჩები. სტუმრობასაც აქვს საზღვარი. რას ამბობ აჰუ? აქაურობა შენი სახლიცაა. რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩები? ასე არ არის? მართალია. სასტუმარი აღარ ხარ. ისე მეხმარები მალე ძალიან გავზარმაცდები. რას ამბობთ? ნეტავს სამსახური ვიშოვო. მე სხვაგან გადავალ საცხოვრებლად. ასეთი რამ აღარ თქვა, სერცხვილია. ვინმე მგითხრა სახლი მოზებნე და გადადიო. დრო შემოსავლის წყარო ვიშოვე. როდემდე ვიყო ასე? ამაზე ნუ ფიქრობ. თუ საჭირო იქნება სამსახურსაც ვიშოვით და სახლსაც. ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის. მამა, რა გინდა? კიდევ რამე სისრულე ჩაიდინე? კარგი, რისიც მაგინდა? მე და რაღაც გაწუხებ შვილო. მამა, ჩემ შეცდომას მივხვდი. იუსუნს უსამართლოდ მოვეკეცე. მადლობა ღმერთს გონს მოეგე, მაგრამ გვიანი ხომ არ არის? რატომ არის გვიანი? მინდა ფილსონს დაუბრუნდა. ის ხომ ჩემი შვილების დედაა. თანაც მიყვარს. როგორც იქნა შვილო. ძლივს რაღაც ნორმალური თქვი. ამბობენ, გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებსო. შენცაც ეხა. ოღონდის ევრამე სისრულე არ ჩაიდინო. არა მამა. ამჯერად მართლა დავჭკვიანდი. წავალ ფილსონს მოვიყვან. ისევ დიდი ოჯახი ვიქნებით, როგორც ადრე იყო. ალი ქემალ. ამბობ დავჭკვიანდი, მაგრამ ვატყობ რომ ასე არ არის. რატომ მამა? შვილო, თუნდაც მხოლოდ იურიდიულად ისევ აჰუზე ხარ დაქორწინებული. ცოტა ხანს მოიცადე შვილო. ეს დაქორწინების საქმე მოგვარდეს. თვითონი ხომ არსად გარბის? როგორც ყოველთვის, ახლად ჩქარო. ჯერჯერობით ისევ აჰუა ჩვენი რძალი. ჯერე საქმე მოგვაროთ და მერე წახვალ გილსონთან. ალი, გისმენს მამა, ორი ჩაი მოგვიტანე, ახლავე. მეთინ შუა დღისთვის ხის მასალის დანაკლისს მოიტანენ. გააკონტროლებ და როგორც ჩაიბარებ, ამერიკა კარგი? კარგი, არ ინერვიულობ. ნახვამდის. ნერვიულობ ქალბატონო ფერიდე.
ბავშვები სკოლაში არიან. დიახ. ორივე ძალიან მოენატრებით. მეც მომენატრება ორივე. დედა, არ ჩვენთან არ გინდა იცხოვრო, არც ის რომ აქ სახლი ვიქირაო ჩვენთვის. პარიზში წასვლა ჩემთვის გარემო შეცვლა იქნება. ხშირად გვესტუმრეთ თავს, ნუ მოგვანატრებთ. რა თქმა უნდა, ხშირად ჩამოვალ. იქ მოვიწყენ. თან ვნახოთ იქ დეი და ბეთულთან პირველი ჭუბი როდის მომივა. არა, რას ამბობ, პარიზში არასოდეს ჭუბობთ. აქ სტამბოლში ვერ ეგუებით ერთმანეთს. აქაურობა უკვე მომბეზრდა. რა თქმა უნდა, პარიზთან შედარებით სტამბოლი მოსაწყენია. საკუთარ სახლს მაინც არაფერი სჯობია. ასე. ქალბატონო ფერიდე, შიგნით თქვენი ნივთები აღარ დასჭა, ყველაფერი გამოვიტანე. კარგი. თამილ, ბარგილუე ჩაალაგე? დიახ ბატონო. აქ ერთი შემოდანია, ესეც წაიღე და მალე მოვალ. ახლავე. ჯობია აეროპორტში მალე მივიდეთ, არ დავაგვიანოთ. ხო, წავიდეთ. წავიდეთ. ქალბატონო ფერიდე. ჩემთან ცხოვრებისას თავს უბედურად გრძნობდი, ხომ ასე აფერდას? რას ბრძანებთ? ვიცი ასეა. როცა ერთად ვცხოვრობდით, მაშინ ასეთი ბედნიერი არ იყავი. რას ამბობთ? დედა, ფირდებს უსამართლოდ საყვედურობ. იმის მიხედვით თუ იმსჯერლებთ, რომ ჩემთან ერთად წამოსვლა არის სურვა. ქალბატონო ფერიდე, პარიზში არასოდეს ვყოფილვარ, ენაც არ ვიცი. თუ ერთად დაგაწვებოდით. შენ შახრაზადი და ონური არჩია. არა უშავს, შენით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი. ძალიან მიხარია თუ ასეა ქალბატონო ფერიდე. დედა, წავიდეთ. შენ ტაქსით მოხვალ ჩვენთან, არა? დიახ, არ ინერვიულოთ. დახვამდის. ცხოვრებაში პირველად მივდივარ სახლიდან ამდენი ხნით. აქაურობა მოგენატრებათ, მაგრამ როცა დაბრუნდებით, ლამაზი სახლი დაგხვდებათ. იმედია. კარგი, წავიდეთ, დროა. დავიდეთ. იმ სულელური შემთხვევის გამო იძულებული გავხდი უნივერსიტეტის დამეტოვებინა. საზღვარგარეთ წავედი. გავიგებ. ძალიან მეწყინა ეს ამბავი. ო, საწყენია. თქვენმა მეუღლემ როგორ გადაიტანა ეს? ალბათ ძალიან იდარდა. ერთმანეთს დავშორდით. ო, ცოდია. მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა დასაკორწინებელი ვარ. თავს სულთანივით ვგრძნობ. ახლა რა საქმიანობთ? გასულ წელს ფირმა დავაარსებ. ჯერ პატარაა, მაგრამ ფართოვდება. შენ მითხარი შაჰრაზადის ქრის ფირმაში ვმუშაობ. არაფერია დაივიწყე. იფიქრეთ, რომ ბინიაპთან თანამშრომლობაში დაგეხმარებით? ო, თუ გამოვა. მართალია ჩვენი ფირმა პატარაა, მაგრამ დიდი ავტორიტეტით სარგებლობ. თქვენი ფირმისთვის ისიც საკმარისია, რომ სათავეში უდგახართ, ვნახოთ რა შევძლებ. სერიოზულად? რა თქმა უნდა. უფროსი ადამიანებით მელაპარაკებია და თორემ თავი ასაკიანი კაცი მგონია. კარგი, მაშინ ოსჯანს დაგიძახებ. ძალიან კარგი დამიძახე. თან შენ რომ სწავლობდი, მაშინ მე ლექტორი კი არა, ასისტენტი ვიყავი. ოფისში მიდიხარ? ხო. თან საღამოს თათბერი მაქვს. ვისთან? დღეს სამშენებლო ფირმასთან. კარგია. სად, მათთან ოფისში? არა საყვარელო. ჩენგელქოიში კაფეში. კაფეში? მაგრამ თათბირი კაფეში? ცოტა უცნაური არ არის? ქალბატონი გულდერენის სახლი იმ კაფის მოპირდაპირედაა. თან საქმეზე დავილაპარაკებთ, თან რამეს დავლევთ. ქალბატონი გულდერენი? დღეს სამშენებლო კომპანიის მეპატრონი ქალია ონურ. არაფერზე ინერვიულა. ეგ რა შუაშია საყვარელი. იჭერებთ კიდეც. ყავა, ჩაი, გამცხარი. არა, ჩვენ საქმეზე ვილაპარაკებთ. შენი აზრით ქალები ერთმანეთს რომ ხვდებიან, მხოლოდ ყავას ვამენ და ნამცხვარს მიირთმევენ? ბევრი არ ჩამოგასუხდები. შენ თავს მიხედა.
ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი